ამ ვიდეოში აქცენტს მხოლოდ ერთ ნაწილზე გავაკეთებთ, ეს ეხება საკურთხევლის კონქში არსებული მოზაიკის გადახურვას, ანუ აფსიდის გადახურვას. ზოგადი მდგომარეობა ძალიან ძიმე დახვდა გელათში, მაგრამ ეს არის ყველაზე კრიტიკული არეალი. ალბათ ბევრს ახსოვს მიზეზი თუ რატომ, იმიტომ რომ გასულ წელს კომიტეტმა მიიღო აფსიდის გადახურვიდან თუნუქის მოხსნის გადაწყვეტილება იმის იმედად, რომ გუმბათის ნიშნულზე არსებული ახალი დროებით გადახურვა უზრუნველყოფდა ნალექებისგან ზემოქმედებისგან ამ არეალის დაცვას. მაშინვე ჩვენ ფოტოებით და ვიდეოებით ვადასტურებთ იმას, რომ ასე ვერ ხდებოდა, წვიმასაც ჰქონდა აქ გავლენა უარყოფითი, მაგრამ მათი პოზიცია იყო კატეგორიული. ახლა ფაქტი არის ძალიან ჯიუტი, თეთრ თოლში არის გახვეული საკურთხევლის აფსიდის გადახურვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ინფილტრაციის რისკი არის ძალიან მაღალი. იცით, რომ საკურთხეველში არსებული ღვთისმშობლის მოზაიკის მდგომარეობა ისედაც მძიმეა. და უბრალოდ ყველა შეკითხვა ახლა რიტორიკულია, ყველა შეფასება არის ძალიან ფერნაკლული იმ მდგომარეობასთან მიმართებით, რაც აქ ჩვენ დახვდა. არ ვიცი, რაზე შეიძლება ვისაუბროთ, რაში შეიძლება ვენდოთ კომიტეტს, რომელმაც ასეთი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით კიდევ უფრო დაამძიმა გელათში არსებული ვითარება და გაზარდა რისკები. საკურთხეველი ახლა არის სრულიად დაუცველი, რამდენადაც დაწუნებული კრამიტის თავზე არის თოვლი, რომელიც ახლა დნება. არ ვიცი რა შეიძლება დავამატო და საერთოდ უნდა თუ არა ამ კადრებს კომენტარი.